მოდი ვართოლო. დაჯექი. რა ხდება? საქმე ჯერ არ დაასრულე? თითქმის დავასრულე. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქიმიკოსი მალე დიპლომს აიღებს. ჩეტო, მე სიტყვა შევასრულე. იმედია შენ შეასრულებ პირობას. ეს ჩვენი გაცნობის დღესაც გითხარი ვართოლო. პირობის შესრულება ჩვენთვის ღირსების საკითხია. საადეთი. სად არის? მომისმინე. ჩუმად. შენ შეგითხო და მისვე, ახლა ჩემი ჯერია. დაუმალე. ვიცოდი რომ აქ მოხვიდოდი ვართოლო. სინამდვილეში სამივეს დახოცვას ვაპირებდი. მერე კი ვიფიქრე, რომ ისედაც ძალიან ბევრი მკვლელობა მოხდა. გადავწყვიტე ვინმე მაინც დამეტოვებინა ცოცხალი. მით უმეტეს შენ. ვიფიქრე რომ ვართოლო ხალხის ახალ ნაკადს მომიყვანდა. ახლა არჩევანის წინაშე ვდგავართ, ვართოლო. ან ერთად დავიხოცებით? ან შეთანხმებას მივახცევთ? შენ უპირველეს ყოვლისა ბიზნესმენი ხარ. ამიტომ გირჩევ გონიერებას მოუხმო. თუ არს მეტყვი და სიკვდილს არჩევ, ჩემთვის არც ეს იქნება პრობლემა. ვიტყვი რომ ასეთი ბედი მქონია. ვერაფერს გავაწყობ. ის კაცი არ ვარ, რომელსაც საკუთარი თავი ებრალება ვართოლო. თუმცა შენი ცოლი ძალიან შემეწოდება. ბავშვი შემეწოდება. არ დაგიმალავ, ჯერ შენი საქმიანობის დეტალები არ ვიცი ვართოლო. არ ვიცი საქონელს ვისგან ყიდულობ, ნარკოტიკს როგორ ამზადებ, ვინ არიან შენი კლიენტები, მაგრამ კარგად ვიცი, რომ ეს სარფიანი საქმეა. ამიტომ სანამ ბიჭები ყველაფერს არ ისწავლიან, მათ შენ უხელმძღვანელებ. როცა ამყარად დავდგებით ფეხზე, სწორედ მაშინ დაგემშვიდობები ვართოლო. შენ ცოლს წაიყვან და აქედან წახვალ. მამას გეფიცები. დედას და მამას გეფიცები, ასე მოვიქცევი. დაუწერელი კანონები მეც კარგად ვიცი. ძალიან კარგად ვიცი. ვართოლო. პირობის შესრულება ღირსების საკითხია. ხომ ასეა? გასაგებია. გთხოვე გუშინ მოსულიყავი. შემომითვალე რომ სანამ მუშაობას არ დაასრულებდი ვერ მოხვიდოდი. ნამდვილი პროფესიონალი ხარ, ყოჩახ. საქმე როგორ მიდის? აბა როგორ მოქცეულიყავი? ისეთ წვნიანს ვამზადებ, რომელიც დუღილის დროს ფეთქდება. საქმე მიმეტოვებინა და წამოვსულიყავი? საყვედური არც მithქვამს ვართოლო, პროფესიონალი ხარ მეთქი. სწორედ ამიტომ გენდობი. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს? იმედი მაქვს ბულგარელები მოთმინებას გამოიჩენენ. ბულგარელები მოიცდიან. რამდენ ხანსაც საჭირო იქნება მოიცდიან. ყველაფერი მზად არის? კრისტალები მზად არის. ბურთულებიც მალე იქნება მზად. ქვილი და წყალი დუღილის პროცესია. ხოლო ციცაკამაკლია. თუ იყიდით, წვნიანიც მომზადდება. დავიჯერო ყველაფერი ასეთი მარტივია ვართოლო. არასწორად გაიგეთ ბატონო ჩეტო. 50 ცალი მჭირდება. იმედია იშოვით. ბენას ეს სად უნდა ვიშოვო? ფარმაცევტულ საწყობში. ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
ეს ხომ მარტივია ვართოლო. რა ხდება? გინდათ რომ ესეც მე ვიშოვო? იქნებ ნემსებიც მე ვიყიდო და მოვიტანო. რადგან გითხარით რომ ჭირდება, ესე იგი უნდა იშოვოთ. მორჩა და გათავდა. იმეც ნუ გამეცრუებ ვართოლო. მინდა შენთვის მოცემული სიტყვა შევასრულო. მაგრამ რატომღაც ყველაფერს ართულებ. მინდა აქედან ცოლთან ერთად შორს ახვიდე. ხომ იცი? მშობიარობამდე სულ ცოტა დარჩა. ბავშვი სადაცაა გაჩნდება. ღმერთმა არქნას შენმა ცოლმა შვილი დაკარგოს. მომისმინე. როცა ერთმანეთის გვესმის, ყველაფერი ძალიან მარტივია. ახლა ადექი და სადაც გინდა იქიშოვე ის ბეზონი თუ ბენაზი. მერე კი ბულგარელებს შეატყობინე რომ ხვალ საღამოს მოვიდნენ. მათ საქონელს გადასცემ, ცოლს ხელს მოვკიდებ და აქედან წახვალ. გვირდები, გზას დაგილოცავ. სულ ეს არის. გამარჯობა. მოგესალმე. დაგროვდი? ძმაო. ძმაო, მე ვარ ძმაო. მე ვარ. მე ვარ მეთქი. მე ვარ ძმაო. რა იყო? წესერად ვერ გამაღვიძე? მე რა ვიცოდი რომ გეძინა? იმიტომ კი არ მძინავს რომ მეძინება. არ ვიცი რა მჭირს. ზოგჯერ ისე მდგივა თავისაცევაც მიჭირს. ინფექცია ხომ არ შეგეჯრა? მომშორდი აქედან. ძმაო, მოდი ექიმთან წავიდეთ. აშკარად რაღაც გჭირს, ტყივილი თავისით არ გაგივლის. ექიმთან არ წამოვალ. მომბეზრდა საკმარისია, მტკიოდეს რაც არის. რა მოხდა? ძმაო. ფერიდე. გავიგე რაც მოხდა ძმაო. ძმაო. იქნები ამაჩ დაველაპარაკოთ. სისროლეს ნუ ამბობ ქემალ. შენი ნახვა რომ უნდა და საქამდე თვითონ გნახავდა. კარგი ძმაო, ნუ წამოხვალ. მითხარი სად არის და მე თვითონ დაველაპარაკები. შენ რა სულ გაგიჟდი? ღმერთმა ხელი მოგიმართოს. შემოდი ილდის. არა, მოგვიანებით შემოვივლი. არა, რას ამბობ? მითხარი რა გინდა? რამენდომება მეთინ. 250 გრამი ფარში. კარგი. ნახევარ საათში მოდი და დაგახვედრებ. ამ საქმეში ნუ გაერები. შენ არ გეხება. კარგი. ფერიდე სახლში მიიყვანე და დაეხმარე. ყოჩახ, სწორად მოიქეცი. მაგრამ დანარჩენი შენი საქმე არ არის. რას ნიშნავს ჩემი საქმე არ არის? ბავშვი 1 წლისაც არ იყო, როცა მამის გარეშე დარჩა. ახლა დედაც უნდა მოუკლან? ძალიან ბევრი დრო გაქვს. ყველაფერი უსაქმურობის გამო გემართება. 1000-ჯერ მაინც გითხარი რომ ჩემთან ერთად გემუშავა. რამეს მაინც მიაღწევდი. 30 წლის ვიყავი, როცა ეს საქმე ვისწავლე. შენც ისწავლიდი. ამ ხელებით? ამ ხელებით მხოლოდ თავს თუ მოიკლავ. არის ძმაო? რატომ? ცალი მაქვს და მუშაობ. შენ შეიძლება მაგ ხელებით მუშაობას. რით ვერ შეიგნე რომ დამთავრდა? ქოჩაოლები აღარ არიან. აღარ ჩვენ ვართ. ჩვენი დრო წავიდა. კარგი, დღეს ფერიდეს დაეხმარე. ხვალ რას იზამ? ვის დაეხმარები? მუჰამერს? ზეგ? ეს როდის დასრულდება? რას გინდა მიაღწიო? გინდა რომ თავი გაგიხრიტონ? მაინც და მაინც ეს გინდა? ეს ჩემი უბანია, ჩემი უბანი აღარ არის. აღარ არის. ეს მათი უბანია. თუ შენი უბანია, ღამით ქუჩაში გასვლის რატომ გეშინია? თუ შენი უბანია, თავდახრილი რატო დადიხარ? შენი უბანი ასეთი ვერ იქნებოდა. აღარ ამინ გვესალმება. ჩვენც აღარავის ვესალმებით. აქ მხოლოდ იმიდან ვცხოვრობთ, რომ ამის უფლება მოგცეს.
ამუბანში მანამდე დავჭები, სანამ არ გაყვრიან. იმ ბავშვს ქახრამანი ქვია, ძმაო. ერთი ქახრამანი ვერ დავიცავი. პატარა ქახრამანს მაინც დავიცავ. რაც არ უნდა მითხრა, გადავარჩენ. რაც არ უნდა მითხრა, დავიცავ. კარგი, ძადი. ძადი დაიცავი. ძადი. იცოდე შენს დასახმარებლად არ მოვალ. არ შენს კუბოს ავწევ. როგორც გინდა ისე მოიქეცი. სულელი. Kemal. ხო. უშინ საღამოს ერთ ადგილას წამიყვანეს. იამაჩი. იამაჩი იქ არის. ერის. სადაც გიყვანეს. იმ ადგილს რა ქვია? რასულელია ადამიანი, როცა რაღაცის იმედი აქვს. ასე მგონია. ახლა რომ დამელაპარაკო. ყველაფერი შეიცვლება. შენ ამაზე არასდროს გიფიქრია? ნიავი დაუბერავს. კარი აჭრიალდება. და გონია რომ თუ კარი დაიხურება, ყველაფერი შეიცვლება. რატომღაც ასე გონია? კარი იხურება. მაგრამ არაფერი არ იცვლება. არაფერი. ეს იმედია. ფუჭი იმედი. ნეტავ აქედან შენი წაყვანა შემეძლოს. თუმცა ვეღარავის გადავარჩენ. აღარავინ დამიტოვეს. ასე მგონია, ახლა რომ დამელაპარაკო, ყველაფერი შეიცვლება. ჩემი ახლობლები აღარ დაიხოცებიან. Sevdiklerim ölmeyecek. სენას ვიპოვი. რა იყო? წვნიანი ჭამე ალიჩო. ვინ მოგიტანა ეს წვნიანი ალიჩო? მითხარი ვინ მოგიტანა? არ მომიახლოვდე მეთაურო. არ მოხვიდე. მახე დაგიგეს, მახე. არ მოხვიდე. არ მოხვიდე მეთაურო. ვერ მიხვდი? მახე დაგიგეს. არ მოხვიდე. ვერ მიხვდი მეთაურო. ვერ მიხვდი. გამარჯობა. შენ ვინ ხარ? საადეთი ნიმქვია. მუშაობა ცოტა ხნის წინ დავიწყე. სხვა განყოფილებიდან ვარ. უამრავი პაციენტი ყავს. წამლები არ ყოფნით. სულ ითხოვენ, წამდა უწუმ ითხოვენ. მოკლედ იქ ვმუშაობ. ჩვენი ექიმი უმხორცს ჭამს. სუნელი გამითავდა და მომიტანეთ აროზე იოდის გვერდით დევსო. სუნელი ძალიან უყვარს. დამავალა რომ მიუტანო. აქ ამიტომ შემოვედი.
ბარათი რატომ არ გაქვს? მუშაობა ახლახან დავიწყე. ჯერ არ დაუმზადებიათ. თუ გინდა, შეგიძლია მესამე სართულზე იკითხო. იქ ყველა მიცნობს. მესამე სართულზე უფრო სანიტრად მუშაობ, ვის უნდა ვკითხო? შეგიძლია მე ან გინეკოლოგს კითხო. ო, კითხე. ნუ გეშინია, არაფერი მოგივა. სენა? შენ? როგორ ხარ? შენ როგორ ხარ? მე გავიგე რაც ჩვენს ოჯახში ემთხვა. მაგრამ თქვენზე არაფერი ვიცოდი. ძალიან მწუხარ. ის მოხდა რაც უნდა მომხდარიყო. არა უშავს. ყველაფერი კარგად იქნება. საადეთს აუცილებლად გადავარჩენ. ბავშვს საუკეთესო სამშობიაროში გააჩენს. მერე ჩემს შვილს ბიძია მედათთან წავიყვან. დრო გავა და ღმერთს მადლობას გადავუხდით, რომ კიდევ ერთხელ გადაგვარჩინა. თქვენთვის რისი გაკეთება შემეძლია? შენთვის. საადეთისთვის. ამის შესახებ ნურავის ეტყვი. ესეც საკმარისი იქნება. იძულებული ვარ გავაკეთო ხვალიდან ამ საქმეს შევეშვები. სალიხ. დარწმუნებული ხარ? რას გულისხმობ? საკუთარი თვალით ნახე რაც იმ ხალხმა ჩაიდინა. ამდენი ხანია მათთან მუშაობ. მათ კარგად იცნობ. ხო, მაგრამ დამპირდა. რადგან პირობა მომცა შეასრულებს კიდეც. მითხრა რომ მისთვის ეს ღირსები საკითხია. თუ აღარ დასჭირდები პირობას რატომ შეასრულებს? შენგან რაც უნდა და მიიღო. სალიხ. დაფიქრდე. ნუ თუ სხვა გამოსავალი არ არსებობს. არა. გონია არ წადე? წადე, მაგრამ სხვა გამოსავალი ვერ მოვძებნე. გესმის? ვერ მოვძებნე. შენ? შენ რის გაკეთებას აპირებ? არა, სალიხ, არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ. კარგი. ნახე და დავწმუნდი რომ მადლობა ღმერთს ცოცხალი ხარ. ნურავის ენდობი და ყველაფერი კარგად იქნება, გესმის? ნახვამდის. კიდევ რაღაცის თქვა მინდოდა. დღესაც მიაკითხა? მიაკითხა. ალიჩო ისე ვერ გიცნო? რა აზრი აქვს? მაინც არ ლაპარაკობს. რას ეტყვის? რომ სენამწვნიანი მიუტანა? ჩემი აზრი გაინტერესებს? ის საშინელება რომ გადამეტანა, რაც შენ გადაიტანე, გეფიცები იქ აღარასოდეს მივიდოდი. მიქ სწორედ იმიტომ მივდივარ, რომ ის საშინელება გადავიტანე. ხო, მიდიხარ, ისიც მოდის. მაგრამ მასთან ახლოსაც არ მისულ ხარ. ერთხელაც არ მისალმები ხარ. იემაშს ვერ ვაპატია. ვერ ვაპატია, რომ მიმატოვა და წავიდა. თანაც იქ მის გამო არ მივდივარ. ძალიან ცოტა თანამშრომელი ყავთ. ვერაფერს ასწრებენ. ამ ქვეყანაში უამრავი საგიჟეთია. საგიჟეთი არ არის. იყოფა.
ყველაფერზე ნუბრაზობ. კარგი საავადმყოფოა, სადაც სული დავადმყოფებს კურნალობენ. უამრავი კერძო და სახელმწიფო საავადმყოფო არსებობს. ერთ-ერთი მათგანი აქვეა. სულ რაღაც 20 წუთში მიხვალ. იქ მისასვლელად კი საათნახევარი გჭირდება და მაინც ყოველდღე დადიხარ. დავიჯო რომ მხოლოდ პერსონალის დახმარების სურვილი გაქვს? მომისმინე. მან გული საშინლად მადგინა. ერთადერთმა ადამიანმა, რომელსაც ვენდობოდი, არ დამიჯერა. არ მინდა. მხოლოდ ემრახმა დამიჯერა. იმ ჯოჯოხეთს მან გადამარჩინა. მე მუდარებოდი იამაჩს ვთხოვდი რომ იქიდან წამოვეყვანე. ახლა კი რაც უნდა ის გააკეთოს, გასაგებია? არ მადარდებს. ხო, ყოველდღე დავდივარ. მინდა დავრწმუნდე რომ ჯერ კიდევ ცოცხალია. არ მომკვდარა. ცოცხალია. როგორ ხარ? კარგად. არა ძმაო. ცუდად ვარ. მე ის საბრალო ხალი სახში წამოვიყვანე. ბავშვი წაართვეს. არც კი ვიცი ახლა, ვინ უვლის, ვინ აჭმევს, ან ვინ აბანავებს ძმაო.
შევთავაზე რომ ამ საქმეს მე მივხედავდი, მაგრამ უარი მითხრეს ძმაო. მაინც და მაინც ფერიდემ უნდა მოკლასო. ამას ვერ შეძლებს. უკეთეს შემთხვევაში დაჭრის. ის კაცი ძლიერი თუ აღმოჩნდება, ვერც დაჭრის. თავს დაიღუპავს ძმაო. თუ იმ კაცს არ მოკლავს, ბავშვს მოუკლავენ. ნამდვილად მოუკლავენ ძმაო, დაუნდობელი ხალხია. ყველაფერი ფეხებზე გიდიათ. ხოლო საკუთარ თავზე ფიქრობენ. წვნიანს არ შეჭამ? შევჭამ. ბატონმა წვნიანი მიყიდა. როგორ არ შევჭამ? მომისმინე კემალ. მე ბატონი არ ვარ. ძმასაც ნუღარ დამიძახებ. მე იამაჩი მქვია. უბრალოდ იამაჩი დამიძახე. შენს ნათქვამს რაც შეეხება. ყველაფერი გასაგებია. მივხვდი რაც გინდა. მაგრამ ვერ შევძლებ კემალ. ამას შენ გარდა ვერავინ შეძლებს ძმაო. ჩუქურიდან ცხვირის გაყოფის უფლებას არ გვაძლევენ. სწორად გამიგე ძმაო. არ მithოვია რომ მოხვიდე და გადაგვარჩინო, მაგრამ უარი მითხარი, შენი იმედი მქონდა, თუმცა უარი მივიღე. რადგან არაფერი გამოვა, რას ვიზამთ? ჩვენი საქმე წასულია ძმაო. სამწუხაროდ აღარაფერი შეგვიძლია, მაგრამ საქმე უსუსური ბავშვის სიცოცხლეს ეხება. შენ ვერ გამიგე. მომისმინე კემალ. ეს ყველაფერი დამესიზმრა. ნამდვილად არ მინდოდა ასეთი სიზმარი მენახა. შენც კარგად იცი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ დავიჯერე. იმდენად ცხადი იყო, რომ დავიჯერე. და თქვენც დაგაჯერეთ. არა და სულ სხვანაირი ადამიანი ვიყავი. სულ სხვანაირი. ამას ნუ ამბობ ძმაო. მართლა სხვანაირი რომ ყოფილიყავი, სულელებივით არ დაგემორჩილებოდით. ვიცი ძმაო, საკუთარი თვალით ვნახე. ხომ იცი, გმირი ბრძოლის დროს გამოიცნობა. გთხოვ დაბრუნდი. არა, მორჩა კემალ. უკვე ყველაფერს შევეშვი. ცხოვრებაში ერთადერთი მიზანი დამრჩა. თუ სცენას ვიპოვი, კარგი იქნება. თუ არა და ჩემი ცხოვრება აზრს დაკარგავს. მაგრამ მაინც არ დავბრუნდები. გასაგებია? ყველა მომიკითხე. არა. ნურავის ეტყვი რომ ნახე კემალ. კარგი? ნახვამდის. იმ ბავშვს კაჰრამანი ქვია. სახელი შენ დაარქვი. ლოცვა შენ წაუკითხე. გავიგე რომ ჩვენი ბედი არ გაღელვებს. მაგრამ იმ ბავშვმა რა დააშავა? იამაჩ კოჩოვალი. მას კაჰრამანი ქვია.
ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო